სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში ახალციხის მერიამ დავა წააგო. მერიას დაევალა მათ მიერვე დისკვალიფიცირებული მომჩივანი კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა. რა მოხდა? დავიწყოთ თავიდან. ახალციხის მერიამ რუსთაველის 124-ში არსებული კინოკლუბის შენობის დემონტაჟზე ტენდერი 2025 წლის 8 იანვარს გამოაცხადა. გეგმაშია მისი დაანგრევა და მის ნაცვლად იგივე დანიშნულების ახალი შენობის აშენება. წინადადების მიღება 17-20 იანვრის პერიოდში მიმდინარეობდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით კონკურსში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. შპს გიკომ მერიას სამუშაოების შესრულებისთვის 47,975 ლარი შესთავაზა, ხოლო შპს ბესტ ჰაუსი 2024-მა 44,000 ლარი. შპს გიკო ქართული ოცნების შემწირველია, ამაზე ოდნავ ქვემოთ. სახელმწიფო შესყიდვისას უწყება შეთავაზებული ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანიის დოკუმენტაციას განიხილავს. თუმცა 29 იანვარს ახალციხის მერიის სატენდერო კომისიის სხდომაზე, რომლის ხელმძღვანელიც ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილია, ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. ტექნიკური დოკუმენტაციის, კერძოდ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო. დავების განხილვის საბჭოში შპს ბესტ ჰაუს 2024-ის საჩივარი 31 იანვარს შევიდა. კომპანია საჩივარში მიუთითებდა, რომ მისი დისკვალიფიკაცია უსაფუძვლო იყო. ახალციხის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი დოკუმენტაციის განხილვას ითხოვდა. სამუშაოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას უნდა წარმოადგენდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებასა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ნაწილში შესრულებული სამუშაოების ურთიერთკავშირის დადგენა და არა პრეტენდენტის გამიზნული დისკვალიფიკაცია შესყიდვების პროცედურიდან. წერია მოთხოვნაში. დავების საბჭომ საჩივარი 17 თებერვალს დააკმაყოფილა და მერიას დაევალა შპს ბესტ ჰაუსის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა შეფასება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა შეფასების პროცესი. შპს ბესტ ჰაუსში ჩვენთან კომენტარს არ აკეთებენ. მიზეზების შესახებ ინფორმაციის მიღებას ველოდებით ახალციხის მერიისგან. კომპანიის შესახებ. შპს ბესტ ჰაუსი 2024 გასული წლის 23 აპრილს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ნინო ქაშიაშვილია. მას პარტიული შეწირულობა არ უფიქსირდება. შპს გიკო ბაზარზე 2011 წლიდან ჩნდება. მისი 100%-იანი წილის მფლობელი პაატა ფოცხვერაშვილია. პაატა ფოცხვერაშვილმა 2021 წლის აგვისტოში ქართულ ოცნებას 10,000 ლარი შესწირა. ჩვენ ფოცხვერაშვილს დავუკავშირდით. მან ჩვენს კითხვებს არ უპასუხა და გვითხრა, რომ დირექტორმა არ უნდა იცოდეს თუ რა ტენდერებში იღებს მონაწილეობას კომპანია და არც არასდროს დაინტერესებულა ამით. რაც შეეხება კინოკლუბის შენობას, ტენდერის მიხედვით გამარჯვებულ კომპანიას ევალება შენობის დემონტაჟი, ნარჩენების გატანა და ვარგისი მასალების დასაწყობება. ეს სწორედ ის შენობაა, რომლის რეაბილიტაციისთვის 2021 წელს ახალციხის მერიამ 1,5 მილიონამდე ლარზე მეტი სხვადასხვა დროს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის შემწირველ კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ჯამში მერიამ კომპანიას ავანსის და შესრულებული სამუშაოებისთვის 160,000-ზე მეტი ლარი გადაუხადა. თუმცა სამუშაოები არ გაგრძელდა და ხელშეკრულება შეწყდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას კედლებზე გამოიკვეთა ბზარები. ექსპერტების დასკვნის მიხედვით კი ობიექტს ესაჭიროება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშივეა მითითებული, რომ მუნიციპალიტეტმა ხარჯების სიდიდიდან გამომდინარე შენობის დემონტაჟი გადაწყვეტა. აუდიტის დასკვნაშივე ვკითხულობთ, რომ მერიას შენობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია 14,000 ლარად ჰქონდა ნაყიდი. ჩვენ ახალციხის მერიიდან ველოდებით ინფორმაციის მიღებას და რამდენად გაითვალისწინა ახალციხის მერიამ აუდიტის დასკვნებში ასახული რეკომენდაციები, მათ შორის საპროექტო, სახარჯთა აღრიცხვა დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების წესის შემუშავების და განსაზღვრის მიმართულებით. მას შემდეგ, რაც კინოკლუბის შენობას დაანგრევენ, ახალციხის მერია 5 მილიონამდე ლარად ახალი შენობის აშენებას გეგმავს. ამისათვის გამოცხადებული ტენდერი შერჩევა შეფასების პროცესშია.